დილამშვიდობისა ყველას ძალიან ადრე მოგვიწია გამოსვლა, თუმცა შორს მივდივართ, ამიტომაც ღირდან ადვილად ესე ადრე ადგომა. მოვედით გალფში ჩვენ მეგობარ კომპანიაში. დღეს ეპიზოდში იხილავთ Ducati Multistrada V4S. V4S. მოკლედ, გალფში ვართ, ახლა გადავავსებთ სუპერით ჩვენს Ducats და გავეშურებით უდაბნოსკენ, სადაც მოგვიწევს ვისიამოდოთ აი ამ Ducati-თ სერფანტინებზე, ცოტა უგზაობაზეც, ბევრი კარგი მოსახვევი და კარგი გართობა გველოდება დღეს მოკლედ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, აქაც რა თქმა უნდა ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია გალფი 2 ღბლიას გადასცემს 60 ლიტრ სუპერ საწვავს. ძალიან მარტივი არის მონაწილეობის მიღება და მოგება, უბრალოდ აი ამ ვიდეოს ქვეშ უნდა დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და ზუსტად ერთ კვირაში რენდომაიზერის მიხედვით გამოვალეთ გამარჯვებულს 2 ღბლიანი კომენტარის ავტორი მიიღებს 30 ლიტრ სუპერს გალფისგან, ასე რომ წარმატებები ყველას და კიდე ერთი რაღაცა, წინა ვიდეოში მოხდა ეგეთი ფაქტი, რომ გავათამაშეთ რა თქმა უნდა ორივე გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა ჯერ არ მოუწერიათ გამარჯვებულებს, ფაქტიურად არ წაუღიათ თავიანთი მოგებული კუთვნილი 30 ლიტრი სუპერი და ამიტომაც შემდეგ ვიდეოში გადავათამაშებთ თუ არ წაიღებენ მანამდე. ასე რომ შანსები ძალიან ბევრი არის, თუ წინა ვიდეოში მაგალითად ორმა კაცმა არ წაიღო 60 ლიტრი, შეიძლება ამ ვიდეოში 4 გამარჯვებული გყავდეს. ამიტომ არ დაიშუროთ კომენტარები, ბევრი კომენტარი დაწერეთ და აუცილებლად მოიგებთ. წავედით ახლა გავეშუროთ მოკლედ უდაბნოსკენ. მოკლედ სასწაული კომფორტის პიკია ჩვეულებრივი. მილიონ მოტოციკლზე ხომ ჯდარ ვარ, მაგრამ აი რაღაცნაირი სხვანაირი ვაიბია რა, ჯერ ერთი Ducati არის. და ეგრევე სხვანაირად ეწყობი რა, როგორც კი Ducati-ზე ჯდები, ახალი თაობის Ducati-ებზე რა, ძველზე არ მაქვს საუბარი. როგორც კი რაღაც ახალი თაობის Ducati-ზე ჯდები, ეგრევე რაღაცნაირად აი შენი სხეულის ნაწილი ხდება რა. აი მოსახვევში შედის ისე რომ მგონია რომ ზედმეტი ვარ რა, მოტოციკლზე რომ ზარბიჯდე მაინც ესე შევა რა მოსახვევში, ეგეთი შეგრძნება მაქვს. ეხლა რაზე ფიქრობდი, ისე მთელი გზა რომ მოდიოდი, ეხლა 100 კილომეტრზე მეტი მაქვს უკვე ნასიარლები აი ამ Multistrada-თი და ეხლა წარმოვიდგინე აი ამითი რომ წავსულიყავი მე შარშან მანამდე რამდენჯერაც ევროპაში ვარ მოვყოფი ბაიკით, Multistrada-თი რომ წავსულიყავი, ალბათ შეიძლება აღარც დაუბრუნებულიყავი, აღარც გავჩერდებოდი რა, ანუ ასით მივდივარ და მგონია რომ ძალიან ნელა მივდივარ, მგონია რომ გაჩერებული ვარ ფაქტიურად, არ და დახედავ ასით მივდივარ რა. სიჩქარე საერთოდ არ ეთყობა, აი საერთოდ ვერ ხვდები რამდენით ვიდიხარ რა. იმის ნახევარი აღქმა აქვს სიჩქარის, რაც რეალურად არის. როცა მარტო დავდივარ ხოლმე და ბევრი კილომეტრს გავდივარ, 200, 210, 220 დაახლოებით ეგრე მაქვს ხოლმე სტაბილურად სიჩქარე რა. და მაგ სიჩქარით მიწერს სიარული, ოღონდ ძალიან დიდი დატვირთვით. აი არ ვიცი, ნუ რას შევადარო არის, საშინელი დატვირთვა არის მთელი სხეულის ნებისმიერი წერტილი, და სხეულზე ნებისმიერი წერტილი რაც არ უნდა აიღო, ისეთი დაძაბული გაქვს, რომ აი მაგალითად შარშანწირო წავედი ევროპაში სპორტბაიკით 7 კილო მქონდა დაკლებული, რომ ჩავედი გერმანიაში. ნუ გზაზე რედბულები და შოკოლადები, მეტი არაფერი ფაქტიურად და სულ გზაზე ვიყავ. დღის განმავლობაში 13-14 საათი დავდიოდი მოტოციკლით და დღეში 1000-1100 კილომეტრს გავდიოდი. 7 კილო დავიკელი, წარმოიდგინეთ ერთ კვირაში. ნუ ეგ იყო ორგანიზმისთვის არის ძალიან დიდი სტრესი ეს ყველაფერი რა. ეხლა რატო ვადარებ, რატო ყვები ამ ისტორიას? აი ამ ბაიკით ზუსტად ანალოგიური კილომეტრაჟი შეგიძლია გაიარო, ანალოგიურად კი არა და უფრო მეტად ისიამოვნო შეგიძლია და ალბათ იმის 10% დაიღლები, რაც ახლა ჩემ შემთხვევაში იყო დაღლა, იმიტომ რომ სასწაულად კომფორტული არის რა. აი ახლა ვათვალიერე, 80-ით ვიდივარ და ვათვალიერე, მგონია გაჩერებული ვარ ყველაფერს. იდეალურად შევიგრძნობ რა ჩემს გარშემო რაც ხდება. სპორტბაიკიდან ყველაფერი არ ხდება რა თქმა უნდა და ძალიან რთულია. ვერავის ვერ ვურჩევ რა სპორტბაიკზე დაჯექი და წადის ამას ამოგზაურდეთ მეთქი რა. ეს კლასი არის ზუსტად ის რაც გვჭირდება იმისთვის რომ დავიждეთ და წავიდეთ გავუჩერებლად რომ დავქოქოთ მოტოციკლი და სადმე ევროპის რომელიმე ცენტრალური ევროპის ქვეყანაში გამოვსოთ ჩავაქროთ რა. ჩვეულებრივად შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ძალიან კომფორტულადაც ვიმგზავროთ. ძალიან კარგია ღმერთო, რა კაია.
თავისუფლების გრძნობაა რა. როგორც კი სადმე ჯდები და შორს მიდიხარ, თავისუფლად გრძნობ თავს რა. რა, ყველას გისურვებთ, მთელი გულით, ბევრჯერ მithქვამს და მართლა მთელი გულით ყველას გისურვებთ, რომ შეძლოთ საკუთარი მოტოციკლით შორ გზაზე წასვლა. ძალიან კაია, ბიჭო. უმაგრესი, უბედნიერესი, უმხიარულესი და არც აი ყველაფრით საუკეთესო დღე არის დღეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მაგარი ეპიზოდი იქნება მე თუ მკითხო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოტოციკლი ყავს დღეს განსახილულად. თქვენს წინაშეა Ducati Multistrada V4 S 2022 წლიანი, რომელიც არის შემიძლია ვთქვა, რომ სილამაზის განსახიერება. ჩემი ახსნა და დამატებითი სიტყვები არ ჭირდება იმას, რომ Ducati ზოგადად ყველა კლასში უდიდეს დროს უთმობს, უდიდეს ენერგიას, უდიდეს რესურსებს იმაში, რომ არავის არ დაუთმოს პირველობა ვიზუალს რაც შეეხება. ყველა კლასში შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნებისმიერი რაც არ უნდა ვიყოთ. Adventure იქნება, სპორტბაიკი იქნება, სუპერმოტო, даже ენდურო და კროსიც კი ისეთი ყავს Ducatis, რომ ყველაზე ლამაზი არის შემიძლია ვთქვა ნებისმიერ Ducati ნებისმიერ კლასში. ასევე ერთ-ერთი მათგანი არის Ducati Multistrada, რომელიც დღეს ყავს ჩვენ წარმოადგენელი. მოდელი, რომლითაც დღეს და გუშინ ფაქტიურად 100 კილომეტრზე მეტი ვიკატავე უკვე ქალაქში და ქალაქ გარეთ და აღფრთოვანებას ვერ ვალავ იმდენად მაგარი, იმდენად საინტერესო და იმდენად ტექნოლოგიურად განვითარებული მოტოციკლი არის. ყველას გისურვებთ უბრალოდ რომ ერთი Multistrada ყოლოდეთ სახლში იმდენად სულის ამაფორიაქებელი მოტოციკლი არის ეხა ეს რაც ჩემს გვერდით დგას. ეს არის ზუსტად იმ კლასის წარმომადგენელი, რომელიც არის ჩემი სისუსტე. ეს არის იმ ხალხისთვის, ვისაც უყვარს მოტომოგზაურობა, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის შორ გზაზე იმედიანად, კომფორტულად და რაც მთავარია, ისე სიარული, როცა ენდობი ბაიკს, მის სიმძლავრეს, მის პერფორმანსს და მოკლედ ყველაფერს აბსოლუტურად რაც შეიძლება რომ ბაიკმა შემოგთავაზოს. ეს არის ზუსტად ის მოტოციკლი, რომლითაც მე პირადად ძალიან ბევრ მანძილს გავივლიდი გაუჩერებლად და ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებდი. გზაში მოვდიოდი, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი. ყოველ 4ჯერ ვარ ზოგადად ევროპაში წასული, საქართველოსდან 4-ვეჯერ სპორტბაიკით, 4-ვეჯერ Kawasaki ZX-6-იერით. ეგ ყველაფერი გავაკეთე სწორედ იმიტომ, რომ ყველასთვის დამამტკიცებინა და ჩემი თავისთვისაც მათ შორის დამამტკიცებინა ის, რასაც მთელი საზოგადოება, მოტოსაზოგადოება, მოტომოყვარულები საუბრობენ, რომ სპორტბაიკით შეუძლებელია დიდი მანძილის გავლა, სპორტბაიკი არის ძალიან დამღლელი და bla 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 bla. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუ მოირგებ ნებისმიერი მოტოციკლით შეგიძლია წახვიდე ნებისმიერ ადგილას და გააკეთო ის, რაც სხვას არ წარმოუდგენია. სწორედ ეს იყო მიზანი იმისი, რომ წავედი სპორტბაიკით ამხელა კილომეტრები დავფარე, ამდენი 1000 კილომეტრი ვიარე და დავბრუნდი მშვიდობიანად უკან. თუმცა ამ შემთხვევაში მე რომ ყოლოდა აი ეს მოტოციკლი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ენერგიის, ჩემი რესურსის ნახევარი წავიდოდა იმასთან შედარებით, რაც მე დავხარჯე. წეგან კაგრას ვთქვი ეგ ყველაფერი, რომ აქედან შარშან წინ როცა წავედი საქართველოსდან გერმანიაში როცა ჩავედი, მე 6 დღეში ჩავედი გერმანიაში და 6 დღეში დავიკელი 7 კილოგრამი. სპორტბაიკით სიარულისას ეს კატასტროფა იყო, დღეში 1000-1100 კილომეტრს გავდიოდი მაქსიმუმ რაც გამივლია, 950 კილომეტრზე ნაკლები არ გამივლია არც ერთ დღეს. სპორტბაიკით ვისაც ვერავის ვერ უსურვებს ზოგადად რომ სპორტბაიკით ამდენი კილომეტრი დაჯდეს და წავიდეს და ვერავის ვერ ვურჩევ ამას. თუმცა
აი ზუსტად ეს არის ის მოტოციკლი, რომლითაც 1000, 1100, 1200 კილომეტრს გავივდი ისე, რომ საერთოდ დაღლას ვერ იგრძნობ. აი ხა მაგალითად ამ წუთას 80 კილომეტრი გამოვიარეთ, ისე რომ ვერც მივხვდი უბრალოდ მუსიკა ჩავრთე რამდენიმე წუთი, რამდენიმე მუსიკა შეიცვალა პლეილისტი და უკვე აქ ვიყავი. ვერც კი მივხვდი რამდენად მარტივად, რამდენად კომფორტულად და რამდენად ემოციებით სავსე ტრიპი მქონდა, სანამ აქამდე ჩამოვედი. სწორედ აი ამ მოტოციკლით ეს არის ის კლასი, არა მარტო მულტისტრადა, ზოგადად ეს არის ის კლასი, ვისაც ძალიან უყვარს მოგზაურობები, რომ იყიდოს ეს მოტოციკლი, დაჯდეს. ერთადერთი ამ მოტოციკლის ვფიქრობ, რომ აკლია გვერდით და საბარგულები. მე პირადად დავყენებდი და წავიდოდი, არ ვიცი, არ გამორთავდი მოტოციკლს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ლოკაციაზე შემიძლია წავიდი აი ამ მოტოციკლით და ყველას გისურვებთ, რომ ერთხელ მაინც აქ ოცნება, ვისაც გაქვთ ეგ სურვილი და უცნება, რომ შორ გზაზე წახვიდეთ მოტოციკლით და მიხვდებით რამხელა სიამონება არის და რატო ვლაპარაკობ ზოგადად მოგზაურობაზე ამდენს. წელსაც გვაქვს მე და ჩემ გუნდს დაგეგმილი რომ წავიდეთ სხვადასხვა მოგზაურობები მაქვს დაგეგმილი. მოკლედ ერთ-ერთი წინა ვიდეოში ვახსენე და ჯერ დეტალებში არ ჩავყვები, მაგრამ გეტყვით რომ წინასწარ რომ ერთ-ერთი იქნება საქართველოს ტური, მთელი საქართველოს შემოვლას ვაპირებ მოტოციკლით და მაგის გარდა იქნება, ვაპირებ რომ წავიდე ასევე საზღვარგარეთაც, თუმცა გაცლებით შორს, ვიდრე აქამდე წავსულ ვარ. ამისთვის უკვე ნელ-ნელა მიდის მზადება და შესაბამისად უკვე რაღაცები გვარდება ნელ-ნელა. ხო, მიშას ძალიან გაუხარდა ეს ყველაფერი ხა კამერის უკან აღფრთოვანებას ვერ ვალავს. ხო, მოკლედ მაგ დეტალებზე ცოტა მერე დაგელაპარაკები და გაგიმხელთ ყველაფერს, როცა უკვე მოგვარებული იქნება ყველაფერი, თუმცა რატო დავწყე ხა ამაზე საუბარი? ეს არის ის კლასი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მაგ ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად შორს ვფიქრობ წასვლას და იმდენად ბევრი უგზოობა და იმდენად რთული იქნება ის რელიეფი, სადაც მომიწევს სიარული, რომ სპორტბაიკით ფიზიკურად ვერ წავალ, ანუ გზაში რომ რაღაც მოვიდეს სპორტბაიკს, რომ მომიწევს რომ ჩაიშალოს მთელი ეს ამხელა დაგეგმილი მოგზაურობა. ამიტომაც მიწევს რაიმე მსგავსზე შევაჩერო არჩევანი. ჩემ შემთხვევაში, ზოგადად კლასითაც იგივე არის, Ducati Multistrada-ს უამრავი ადამიანი ადარებს BMW GS 1300-ს. თუმცა მე პირადად ვიტყოდი, რომ ეს უფრო S1000X-ის კლასი არის, ვიდრე GS-ის, იმიტომ რომ ცხენისძალებით, დომის პოზიციით, კომფორტით, სიჩქარით, ყველაფრით ძალიან გავს S1000X-ს. GS 1300 კიდევ უფრო სხვა ლეველი არის და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში არც ერთი არ ინანებთ, არც ერთი ადამიანი არ ინანებთ, იქნება ეს Multistrada, იქნება ეს GS 1300 თუ იქნება ეს S1000X-ი. სამივე მოტოციკლი არის ის ლეველი, რომელზეც არ ვიცი, ალბათ ყველა იოცნებებს ოდესღაც, როცა რაღაც ასაკს გადააბიჯებს და მიხვდება ყველა, რომ ეს არის ის საბოლოო პიკი, რომელზეც მოტომოყვარული უნდა შეჩერდეს. ეს კლასი არის ზოგადად ჯერ ძალიან სიახლე არის საქართველოში, ევროპაში მაგალითად, როცა მოძრაობ ხოლმე, ამ კლასით სავსეა მთელი ევროპა GS-ებით, X-ერებით, Multistrada-ებით, Super Duke-ებით, Duke Adventure-ებით, ისევ არის Versus 1100-ები, ახლა რაც გამოვიდა Kawasaki-ები, ძალიან ბევრი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უყვარს მოგზაურობა. იქაური გზების შესაბამისად აძლევს საშუალებებს, რომ მიიღონ სიამონება მსგავსი კლასის მოტოციკლები და შესაბამისად ყავთ კიდეც და იღებენ სრულ სიამონებას. ჩვენ შემთხვევაში საქართველოში ჯერ კიდევ ცოტა სიახლე არის ეს კლასი, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა წინ და წინ წავა ეს მიმართულება და ნელ-ნელა გაუგებს ხალხი გემოს, რას ნიშნავს მოტომოგზაურობა. ჯერ არ მინახავს პრინციპში ადამიანი, რომელმაც Multistrada, ან GS-ი, ან X-ერი იყიდა და შემდეგ სხვა ბაიკზე გადაჯდა, იმიტომ რომ იმდენად იდეალურად არის მორგებული ეს ბაიკები ზოგადად ნებისმიერ მოთხოვნილებას და ნებისმიერ სურვილს, რომ როცა ეს ყავს აღარ გჭირდება ფიზიკურად სხვა მოტოციკლი, აღარ გჭირდება სხვა რამის მოძებნა, აი მაგალითად, ეხლა სიტყვაზე ავიღოთ Multistrada ვისაც ყავს, ვერ მიხვდება რატო შეიძლება ყავდეს Street Fighter-ი. ტრეკზე შეგიძლია შევარდე ამითი და წესიერი საბურავებით დაიმხო იქაურობა. ენდუროში თუ მოგინდება წასვლა, შეგიძლია უბრალოდ დააყენო სხვა საბურავები და წახვიდე, თუშეთში შეგიძლია ახვიდე იდეალურად, ისე რომ საერთოდ აი კომფორტის ზონიდან ვერ გამოხვალ ფიზიკურად, იმდენად კომფორტული არის ეს მოტოციკლი. შორგზაზე თუ გინდა წასვლა, შეგიძლია დააყენო სიტყვაზე პირველი Angel GT-ები და წახვიდე 15000 კილომეტრი, ისე რომ საერთოდ არ გაჩერდე. მოკლედ ყველაფრისთვის ეს ბაიკი არის იდეალური და შესაბამისად ვერ ხვდება ამისი მე პატრონე, როგორ შეიძლება რომ სხვა ბაიკი ყავდეს და არ ყავდეს ეს. ვინც კი იყიდა რაიმე
adventure-ი, იქნება ეს GS-ი, იქნება multistrada, იქნება XR-ი. მე ამ კლასიდან მე უკან დაბრუნებული სხვა კლასზე აღარ მინახავს არავინ და რავი, არ ვიცი, თუ ვინმე ხართ ეგეთი, ვინც adventure-ი იყიდა და შემდეგ სხვა კლასზე გადაჯექით, გამომეხმაურეთ, ძალიან საინტერესო იქნება და რატომ აღარ ყავთ adventure-ი. თუმცა მე ეჭვება, რომ ვინმე ესეთი მსგავსი ადამიანი ვიპოვო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოტოციკლს, ამ შემთხვევაში ყავს multistrada V4S 2022 წლიანი, რომელიც არის 1160 კუბური სანტიმეტრი, გამოიმუშავებს 170 ცხენისძალას და 125 ნიუტონ-მეტრს. ეს არის ის ნიუტონ-მეტრები, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ვერ მიხვდე საერთოდ რა სიჩქარით მიდიხარ. აი ხა მაგალითად ამ შემთხვევაში, როდესაც მე მოვდიოდი აქეთ 220-230 მეჭირა სტაბილურად და იმდენად კომფორტულად გრძნობდი თავს, რომ მეგონა რომ დაახლოებით 130-140-ით მოვდიოდი. საერთოდ არ იტყობს ეს მოტოციკლი სიჩქარეს. 110-120-ით როცა მოვდიოდი, ეხა ამ გზებზე როცა მოვდიოდი, მეგონა რომ გაჩერებული ვიყავი ფაქტიურად, ეს ჩვეულებრივად ვათვალიერებდი გარშემო რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო და ამ დროს 120 გიჭირავს სპიდომეტრზე. მოკლედ ძალიან კომფორტული არის და ვისაც აქვს სურვილი ნამდვილად არინანებს ამ მოტოციკლის შეძენას. არა მარტო ამისი ზოგადად აი ამ კლასის შეძენას. დიდ გზაზე, ვისაც უყვარს სიარული, მაღალი სიჩქარე, ეს მოტოციკლი გაძლევს ზუსტად მაგის საშუალებას, რომ სტაბილურად, კომფორტულად და დაბალანსებულად მოიარო მთელი ნებისმიერი ლოკაცია, სადაც შეგიძლია რომ დაგეგმო წასვლა. 22 ლიტრიანი საწვავის აუზი გვაქვს. ეგ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაუჩერებლად დავფაროთ ძალიან დიდი რაოდენობის მანძილი, სანამ რაღაცა არ მოგვინდება ან დასალევი, ან საჭმელი, ან ასე შემდეგ. საშუალოდ წვავს 7 litrს ქალაქში და ავტობანზეც დაახლოებით ალბათ იგივეს დაწვავს, იმიტომ რომ იქ აბაროტები ცოტა უფრო მაღალზე გიდგას და შესაბამისად მაგას ნაკლებს არ დაწვავს ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი შედეგია 253 კილოგრამიანი მოტოციკლისთვის 7 ლიტრი. ზოგადად ეხა ვისაც მოტოციკლი ყავს და ვისაც თანამედროვე ნებისმიერი სახის მოტოციკლი ყავს, არავინ არ უყურებს ეხა მოტოციკლის წვას და ქალაქში რამდენს წვას, ქალაქგარეთ რამდენს წვას. თუმცა აღსანიშნავია ნამდვილად ის ფაქტი, რომ 170 ცხენისძალიანი მონსტრი, რომელიც 253 კილოგრამს იწონის, ავტობანზეც და ქალაქშიც 7 ლიტრი მინიმუმ დაახლოებით ეგ არის ამის მოხმარება საწვავის და ნამდვილად ძალიან მაგარი შედეგი არის. რაც შეეხება ეხა რა შემოგთავაზა დუკატმა აი ამ კონკრეტული მოტოციკლით. პირველ რიგში გვაქვს წინ 19-იანი და უკან 17-იანი დისკები, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსახვევი იმდენად სტაბილურად და იმდენად ჩქარა გავიაროთ ნებისმიერი მოსახვევი როგორც დაბალ ისე მაღალ სიჩქარეზე, რომ შეიძლება ვთქვა, რომ ზედმეტად გრძნობ მოტოციკლზე თავს, როცა ზედზე ხარ. აქამდე როცა მოვდიოდი, ასევე ქალაქში როცა ვიარე, ძალიან სტაბილური არის ნებისმიერ სიჩქარეზე. არ აქვს ის დამახასიათებელი თვისებები, რაც დუკატის ახასიათებს, ვიბრაცია და სიმხურვალე, რაც მთავარი არის, აბსოლუტურად განსხვავებული. შემიძლია ვთქვა, რომ აი განსხვავებული დუკატი არის და არაფერს არ ამართლებს იმ მოლოდინებს, რასაც დუკატისგან ელოდები. გაცილებით სტაბილური არის ვიდრე ნებისმიერი დუკატი, გაცილებით ჩქარა შეგიძლია მიიღოს სიამოვნება ნებისმიერი მოსახვევის გასვლისას, ვიდრე ნებისმიერი სხვა დუკატით. ეხა პანიგალის ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვა ლეველი არის და მაგაზია გათვლილი, რომ 300-ით გაიარო ნებისმიერი მოსახვევი. თუმცა პანიგალის გარდა არა მარტო დუკატები, ნებისმიერი სხვა კლასის რო ავიღოთ მოტოციკლები, ძალიან ბევრი ვერ დაიკვეხნეს აი ესეთი სტაბილურობით, რაც ამ მოტოციკლს შეუძლია. მოსახვევს გადის არანორმალურად, მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, მაგისთვის არის შექმნილი. რაც შეეხება სამოხრიჭე სისტემას და ამორტიზატორებს, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ყველაზე უმაღლესი ხარისხი რაც არის Brembo სამოხრიჭე სისტემა და ასევე რეგულირებადი ამორტიზატორები, როგორც წინა ისე უკანა. სამოხრიჭე სისტემას რო შევეხო, შეიძლება პლომბები ამოგძვრეთ კბილებიდან, იმდენად მაგარი მოხრიჭები აქვს ამ მოტოციკლს და იმდენად არ ეტყობა, რომ 253 კილოგრამი არის, პლუს ამას საწვავი გავსებული, პლუს ნებისმიერ სითხე რაც მოტოციკლში ასხია. მოკლედ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში და ზედ შენ როცა ზიხარ ადამიანი, რაიდერი ზედ მაგ ყველაფრის მიუხედავად იმდენად მაგრად ჩერდება მოტოციკლი, რომ ვერ იჯერებ უბრალოდ რა, ნებისმიერი მეტრისგან, რასაც ამ მოტოციკლით გადიხარ, იღებს სიამოვნებას, ისეთ სიამოვნებას, რომ ვერ იჯერებ, რომ ეგ სიამოვნება რეალური არის. ასევე ამორტიზატორები, რეგულირებადი ამორტიზატორები, რომლებიც პირველ რიგში როგორც კი დაჯდები, ეგრევე შენ წონას ითვლის, შენ წონის მიხედვით აკეთებს ადაპტაციას მოტოციკლზე და მოკლედ რო ვთქვათ 27 საუკუნეში არის ეს მოტოციკლი და ნამდვილად ძალიან მაგარი ხარისხი შემოგთავაზეს დუკატმა აი ამ ყველაფრით. აქვე გვაქვს 6.5 ინჩიანი მონიტორი, რომელიც ყველაფერს აჩვენებს, იმდენი ციფრი არის ზედ, რომ შეიძლება დაიბნე, როცა ერთი შეხედვით შეხედავ. თუმცა თვალი ეჩვევა, ყველაფერი თავის ადგილას არის და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იმდენად
იდეალურად არის დაალაგებული, რომ უკვე აღარ გჭირდება სადღაც მოძებნა თვალი ეჩვევა რამდენიმე წუთში ყველაფერს და ყველანაირი ინფორმაცია ზუსტად ღებულობ იმ ადგილას შეხედვით რა ადგილასაც გჭირდება ზუსტად. ასევე ამ მონიტორში გვაქვს ჩაშენებული ნავიგაციაც, თუმცა ნუ საქართველოში რა თქმა უნდა ეს დიდი პრობლემა არის ზოგადად არა მარტო მოტოციკლებზე, მანქანების შემთხვევაში პრობლემა პრობლემა არის საქართველოში, თუმცა ევროპაში ამ ნავიგაციით შეგიძლია იმგზავრო ყველგან. რაც შეეხება ელექტრონიკას, დუკატმა შემოგთავაზა ამ მოტოციკლში ისეთი დახუნძლული ელექტრონიკა, რომელიც უამრავ ახალ მოტოციკლს კი არა, ახალ მანქანასაც კი არ ახასიათებს და ყველაფრით გაძეძგა ეს მოტოციკლი, რითიც შეიძლებოდა რომ თანამედროვეობა გამოიყენებინა და ჩაეტენა აი ამ მოტოციკლში. Wheel control-ი, cornering ABS-ი, traction-ი, 4 სახის mode-ი, ასევე გვაქვს adaptive cruise control-ი და blind spot-ები. მოკლედ ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი შეიძლება წარმოიდგინო რომ თანამედროვე ელექტრონიკაში შეიძლება რომ ასოციაციას იწოდეს, ყველაფერი აქვს ამ მოტოციკლს. იმისთვის რომ კომფორტულად იმგზავრო. კომფორტულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ. აი ამ ყველაფრის ხარჯზე რა თქმა უნდა, აი ამ ელექტრონიკის ხარჯზე და აი ამ პერფორმანსის ხარჯზე შემიძლია ვთქვა რომ ეს მოტოციკლი არის ჯერ არ იცით, მაგრამ ყველასთვის საოცნება მოტოციკლი და მაგას ეჭვით არ მეპარება, რომ ყველა მოტომოყვარული რაღაც ასაკის მერე იფიქრებს და იზრუნებს იმაზე, რომ ყავდეს აი ეს კლასი, ну შეიძლება მულტისტრადა არა, მაგრამ სხვა ბრენდი აირჩიოს, მაგრამ ეს კლასი არის ზუსტად ის, რაც ელოდება ყველა მოტომოყვარულს რაღაცა პერიოდის მერე. ხო, ეხლა რაც შეეხება უარყოფით მხარებს. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერს არის Ducati მულტისტრადა არ არის უშეცდომო და უპრობლემო და როგორც ყველაფერს მულტისტრადასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. რამდენიმე უარყოფით მხარეს გამოვარჩევდი, რომლის მერეც ვფიქრობ, რომ უკვე ვეღარ იპოვით ვერანაირ უარყოფით მულტისტრადაში. პირველი, რაც შემიძლია აღვნიშნო, არის მისი ხისტი გადაცემათა კოლოფი. ნებისმიერ მოუდში, იქნება ეს სპორტი, ურბანი, ოფროუდი თუ ტურინგი, ნებისმიერ მოუდში, რომელშიც არ უნდა გქონდეთ მოტოციკლი, ძალიან ხისტად მუშაობს სიჩქარეებში გადამრთველი და აი გუშინ სხვა ბოტასი მეცვა, დღეს სხვა ბოტასი მაცვია, თუმცა მარცხენა ბოტასი ფაქტიურად აღარ ვარგა, იმდენად ხისტად მუშაობს და აუცილებელი არის ის დამცავი რეზინა, რომელიც უნდა გაიკეთოთ თქვენ არა მულტისტრადას რომელიც უნდა გაუკეთოთ და მაგითი გაცლებით კომფორტული იქნება გადართვა, იმიტომ რომ ფეხში მტკივნეულიც კი არის რაღაც მომენტში, იმდენად ხისტად ირთვება ნებისმიერ მოუდში სიჩქარეები. ხო, რა თქმა უნდა, გვაქვს დაუნიც და აფიც და ძალიან სასიამოვნო ეგ ყველაფერი ხმით არის სიმფონია ჩვეულებრივი, როგორც აფი, ისე დაუნი სიჩქარეებში გადართვისას. რაც შეეხება მეორე უარყოფით მხარეს, ეს არის Ducatis ფასები, რომელზეც შეჩვეული ვართ Ducatis-გან. ყველა სხვა მისი კლასის წარმომადგენელთან შედარებით, Ducati რა თქმა უნდა ყველაზე ძვირი ღირს. რამდენადაც ყურში ცუდად არ უნდა მოგხვდეს, მისი ყველაზე დაბალი ვერსიის base მოდელი რაც არის Multistrada 28000 ევროდან იწყება მისი ფასები 2026 წლის მოდელები რაც არის 28000 ევრო ნამდვილად არ არის ცოტა თანხა მოტოციკლში გადასახდელად, თუმცა აქვე დასამატებელი არის, რომ ეს არის საწყისი ფასი და პლუს დამატებითი ოფციების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ფასი იზრდება. მის კონკურენტებთან შედარებით გაცლებით ძვირი არის, რა თქმა უნდა, ეს ფასი. თუმცა, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მეორად ბაზარზე მულტისტრადების ფასები, ну, აი ამ კონკრეტული მოდელის ფასები V4 S-ი, რაც არის აი ამ წლოვანებების, უკვე 15-16 დაახლოებით ესე მერყევს $17000. ну, ძველი მულტისტრადების შედარებით იაფი ღირს უკვე, იმიტომ რომ საკმაოდ დაძველდა. თუმცა, ну, აი ამ მოდელების V4-ის ფასები 2020-დან ზემოთ რაც გამოდის, დაახლოებით ეგრე $15000-დან იწყება ზემოთ. მესამე უარყოფითი რაც შემიძლია ვთქვა, არის მისი სერვისი. რა თქმა უნდა, როგორც ფასები მისი ახლის ყიდვის შემთხვევაში, ასევე სერვისის შემთხვევაში არის კატასტროფულად კოლოსალური. ნებისმიერი დეტალი რაც არ უნდა დაგჭირდეთ, ნებისმიერი სერვისი, ზოგადად არ არის სერვისული და ეგ ძალიან დიდი პლუსი არის. 60000 კილომეტრზე უწერია პირველი სერვისი ძრავის და ეგ ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელი ბევრი ადამიანი ვერ გაივლის 60000 კილომეტრს. თუმცა ნებისმიერი უბრალოდ გვერდზე გადაყირავებაც კი საკმაოდ ძვირიანი სიამოვნება არის მისი აღდგენა უკვე შემდეგ. ნებისმიერი დეტალი, აქსესუარი, დამატებითი ოფცია, რაც კი შეიძლება რომ მულტისტრადას მოვთხოვოთ, კომფორტისთვის თუ ჩვენი სიამოვნებისთვის არის საკმაოდ კოლოსალურ თანხებზე დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მულტისტრადას ფასები და მულტისტრადას გადაცემათა კოლოფი. აი ეგ არის ეს ორი მინუსი, რომელსაც გამოვარჩევდი მულტისტრადასგან და თუ მას არ მივაქცევთ ყურადღებას, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ უბრალოდ თვალები დავხვიჭოთ და მივიღოთ სიამოვნება ის არანორმალური ზღვა სიამოვნება, რომელსაც გვთავაზობს Ducati Multistrada V4.
ფაქტიურად დღევანდელი ტესტ-დრაივის დასასრულს მივახლოვდა. აღფრთოვანებული ვარ, შემიძლია ვთქვა Ducati Multistradati. ის რამდენიმე მინუსი, რაც ცოტა ხნის წინ ჩამოვთვალე, არაფერია იმასთან შედარებით, რამ ხელა სიამოვნებასაც ეს ბაიკი გვანიჭებს. ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევდი, ვინ ზოგადად ამ კლასის მოყვარული არის, Ducati Multistrada მათთვის ნამდვილად ღმერთი არის და ჩემთვისაც შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი, გარდა იმისა, რომ ულამაზესი ბაიკი არის ამ კლასში, ერთ-ერთი უსაყვარლესი პერფორმანსის მქონე მოტოციკლი არის, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი. ამიტომ, ნახოთ, ზაფხული წინ არის. ვაპირებ რაღაცა მსგავსი კლასის შეძენას და, იდეაში მაქვს ზუსტად ეს ორი ვარიანტი, Ducati Multistrada V4S ან BMW S1000 XR, მაგორიდან რომელიმეს ავარჩევ ზაფხულისკენ. მოკლედ, ვინც დააპირებთ ამ მოტოციკლის შეძენას, ნამდვილად არ ინანებთ, 100%-ით გავუწევდი რეკომენდაციას. ძალიან კარგი ვაიბები, ძალიან დიდი დადებითი ემოციები მივიღე, კარგი ამიდით დაგვემთხვა. ხო, მოკლედ მეგობრებო, ერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ წინ მართლა ძალიან მაგარი თავგადასავლები გველოდება მთელი სეზონის განმავლობაში, უამრავ ტესტ-დრაივი გველოდება. შეგიძლიათ წამოყვეთ და იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად. ხო, კიდევ რაც მთავარი არის, ჩვენი ვიდეოები არის მომგებიანი. ყველა ვიდეოს ქვეშ ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galp ათამაშებს 60 ლიტრ სუპერს, ორი იღბლიანი გამარჯვებულისთვის. შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვეშაც დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და ზუსტად ერთ კვირაში გამოვალენთ ორ გამარჯვებულს, რომელიც 30 ლიტრ სუპერს მოიგებს. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშაც კომენტარი, რომელი მოტოციკლის განხილვას და ტესტ-დრაივს ისურვებით შემდეგ ეპიზოდებში. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.